საღამომშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მინდა გითხრათ, რომ ამ დღეებში მქონდა ესეთი საუბრები, იგი ზოგიერთს არ მოეწონა ის, როცა განვაცხადე, რომ სვანეთი გამოეყოფა საქართველოს და გახდება სუვერენი სახელმწიფო. და ამ თემაზე მინდა ვისაუბრო დღეს, რადგან მოგესალმებით, ორი ადამიანი შემომიერთა. ამ თემაზე მინდა ვისაუბრო დღეს, თუ რა კურსით ხედავ ამ ყველაფერს და რატომ გამოეყოფა სვანეთი საქართველოს. რატომ გახდება ის სუვერენული სახელმწიფო და სად წავა საქართველოს საერთოდ. მინდა გითხრათ, დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ვითარება ისეთი დაძაბულია, რომ თითოეული ჩვენგანი ცდილობს საქართველოს ერთიანობის გადარჩენას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ერთიანობა ძალიან დიდი ხანია დააკარგვინეს და ჩვენ გადარჩენაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ, მეგობრებო, ის რაც დავკარგეთ, რომ აღვადგინოთ. ერთადერთი საქართველოს გადარჩენაზე საუბარი პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის უკვე ზედმეტია, ყურადღებასაც არ გვაქცევს, ისევე როგორც საპატრიარქო ყურადღებას არ გვაქცევს. ერთადერთი გამოსავალი მათთვის არის, რომ შევიკრიბოთ, მოვაწყოთ მიტინგები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიყვიროთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც ორბელიან ლუდოვიკოს აინტერესებს ხალხის ხმა, ისე აინტერესებს დღეს დიდ ძალებს საქართველოს მოსახლეობის ხმა. აი იმ ქართველების, რომლებიც დარჩენილან დღეს საქართველოში. მე ძალიან ესეთ თავისუფლად ვისაუბრებ, ეხლა ჩვეულებრივი არატერმინოლოგიით და ყველასთვის გასაგებად, თუ რა ვითარება არის საქართველოში დღეს. დღეს საქართველო აღარ გვაქვს, მეგობრებო. თქვენ შეიძლება გონიათ, რომ საქართველო ჯერ კიდევ არსებული სახელმწიფოა, მაგრამ საქართველო როგორც სახელმწიფო ასეთი 1992 წლიდან გამქრალია. თუმცა ჩვენ გვატყუებენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ჩამოყალიბდა დღეს, ასევე ჩამოყალიბდა ორგანიზაცია საქართველო. ეს არ არის ხელისუფლება. წყალი მინდა. დედიკო, ხო იცი სეტელის წყალი? ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის საკუთრება სხვადასხვა დიდი ძალებისა, როგორიც არიან ამერიკა, რუსეთი და სავარაუდოდ ეხლა ჩინეთიც უერთდება. ჩვენ გაყიდული ვართ 1992 წლიდან და ამის შესახებ საერთოდ არავინ არ საუბრობს და თუ იცით რატომ არ საუბრობს ამის შესახებ არავინ. როდესაც მოხდა სახელმწიფოს აღება და ძალისხმევით, ესე იგი ტყვიით და ტანკებით აღება, სახელმწიფო პირდაპირ მოხდა მასონთა ხელში. ტყვია წამალის აღებით. აუ იოანე, როგორ მაწუხებ დედიკო ეხლა რა. ტყვია წამლით და ძალისხმევით აღებით და იმისათვის, რომ კაცობრიობას ეს ადვილად მოეშუშებინა და დაევიწყებინა, ჩვენ შეგვიქმნეს საქართველო, რომელსაც არც სახელმწიფოა და არც სამეფოა და არც სახელმწიფოა. ჩვენ ვართ უბრალოდ საკუთრება აი იმ ორგანიზაციებისა, რომელზეც გორბაჩოვმა კი არა და რომელი იყო შევარდნაძემ და გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი პირდაპირ გაყიდეს ჩვენი მიწა. სახელმწიფო რო ერქვა მაშინ. ზუსტად აღარ მახსოვს რომელი კუნძული იყო,
რომელი კუნძული იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ აი ამ კუნძულზე ხელი მოაწერეს იმისათვის, რომ ესენი სანაცვლოდ მიიღებდნენ თანხას და საქართველო პირდაპირ ხელში ჩაუგდეს დიდ ურჩხულებს, როგორიც იყვნენ, როგორებიც არიან, რა თქმა უნდა, ახლა მაგათ დასახელება იუდეველები, ურიები, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ. რუსეთი იქნება ეს, ამერიკა იქნება ეს, თუ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც დღეს მართავს ერთი კლანი, ეს არის მასონთა ლოჟა. ამას არ უნდა დიდი საუბარი იმაზე, რომ ვინ და რომელი ლოჟა არის ეს. ეს არის იმ ურიათა ლოჟა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე მსოფლიო ომის დროს სანამ მეორე მსოფლიო ომი იქნებოდა, მანამდე უკვე დაიწყო გენოციდი პატარ-პატარა ერებისა, რომლებიც იყვნენ ძლიერი ერები, რომელთაც ჰქონდათ იმის უნარი და ნიჭი, რომ გამოიმუშავებინათ თანხები. ასევე სხვათა შორის ძალიან დიდი რაოდენობით გაწყვიტეს ციგნები, გაწყვიტეს ქურთები და გაწყვიტეს ებრაელები. ქართველებზე უკვე, რადგან ეს ღვთივკურთხეული ერი არის, პირდაპირ მნიშვნელობით ვერ მოერივნენ, მაგრამ გამოიმუშავეს გეგმა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი გაწყვეტა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაწყვეტა. გაქრობა. ესენი არიან ქართველები, ამაზე ესეთი საორჭოფო თემა არის, ვინ არიან ქართველები საერთოდ, საიდან წარმოიშვნენ და არიან თუ არა ესენი ბაგრატოვანთა შთამომავლობა, არის თუ არა ებრაელთა შთამომავლობა, ვართ თუ არა საერთოდ ქართუველები და ეს ქართუველები ვინ არიან, მე ამაზე არაერთხელ ჩამიწერია ლაივი, ვინ ვართ საერთოდ ქართველები და საიდან მოვდივართ. არც მეტი, არც ნაკლები ყველა ის წერილი, რომელიც საქართველოს შესახებ დაწერილი იქნა და სამხილებელ იქნა ყოველ იმ წერილში, რომელსაც იუდეურ წერილებს უძახიან და ძველ აღთქმას უძახიან, ეს იყო არა იუდეველების და არა ებრაელების, ეს იყო პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფოები, რომლებიც მოდიოდნენ ნოესგან, მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობით დაცემულ ანგელოზთაგან, რომლებიც იქნა გადარჩენილი პირი, ეს იყო ნოე და მისი კიდობანი და მისი შვილები, მისი მთელი თავისი ოჯახი თურთ და ეს რეგიონი, რომელიც წარღვნის მიერ იქნა პირდაპირ მიწაში ჩასული, განადგურებული, იმიტომ რომ ნეფილიმები არსებობდნენ, მაშინ გიგანტები და იმ გიგანტების გაწყვეტა ესე ადვილი არ იყო, ამიტომ დაიშვა ის ზეციდან, რომ ეს რეგიონი, სადაც ეს ნეფილიმები იყვნენ, გაწყვეტილიყო. და ერთადერთი კაცი, რომელიც პატიოსნად ცხოვრობდა, ეს იყო ნოე, რომელიც გადარჩა ისევ ღვთისდაშვებით, რადგან მათ ენოქის თანახმად ის რომელსაც აქვს კავშირი უფალთან, ანუ იმ ადამიანთან, ვინც წყვეტს ამ დედამიწაზე რა უნდა მოხდეს, სთხოვს და თხოვნა იქნება, რომ აი ეს ადამიანი ერთი იმის თესლისგან მაინც გადაერჩინა. არა სრულიად კაცობრიობის, არამედ აი ამ კონკრეტული თესლის, თქვენ რომ ჰაპლოჯგუფები დღეს გამოიკვლევა და ყველა ზათვარიელებენ და დიდი აღრიცხვა მიმდინარეობს იმისი თუ ვისი წარმოშობის არის და მერე რას უზავენ ამ ხალხს არ ვიცით ჯერ, მაგრამ ჯერჯერობით აღრიცხვა მიმდინარეობს სრულიად დედამიწაზე კაცობრიობის, აგერ უცხო პლანეტელებიც გამოჩნდნენ უკვე თავისი ოქროს წასაღებად. მოკლედ, ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ნოე ვინ იყო? ნოე იყო ის ადამიანი, რომელიც შემორჩა სვანეთისა და რაჭის მთებში. როდესაც ნოე გადარჩება თავისი კიდობანი თურთ
და შემდეგ მისგან მრავლდება ეს კაცობრიობა კვლავ ამ რეგიონში და არა მსოფლიო მასშტაბით, მხოლოდ ამ რეგიონში, რასაც საქართველო ეწოდება დღეს, რომელსაც ღვთივკურთხეული მიწა ქვია, იქიდან მრავლდება შემდეგ ეს მეგრელები, იმერლები, ქუთაისი იქით მხარეს, რაჭა და სვანეთი თითქმის ძალიან გადაჯაჭვულიან ერთმანეთისგან წარმოიშვნენ, იმიტომ რომ ნოე თავიდან რაჭაში იყო და მერე ავიდა სვანეთში ადგილმდებარეობის გამო. გადაწვდა, კახეთსაც მოედო ეს მთელი გავრცელება მისი შთამომავლობის, ქართლს და ასე შემდეგ და ქართლის ტერიტორიაზე უკვე წაგიკითხეთ მე თქვენ, ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ ქართლოსი იყო იაფეტის შვილი, ნოეს შვილი იაფეტის წარმომავლობა. და ქართლოსი, რომელიც ქართლის ტერიტორიაზე დასახლდა და რომლის შტოც ეს დავით მეფსალმუნე და ყველა ის ძველი წელთაღრიცხვით კი არა და ძველი აღთქმისეული მამები არიან ჩამოთვლილი, ეს მოსე და დავითი, აარონი და ასე შემდეგ, ეს ყველანი იყვნენ ამ ტერიტორიაზე და საერთოდ არაფერი არ ჰქონდათ იმ იუდეველებთან, რომლებიც დღეს ისრაელში არიან. არაფერი, არც გენეტიკური კავშირი არ ჰქონდათ, არც რეგიონალური, საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. მაგრამ როგორც შევიათ ამ ურიებს, რომლებმაც თავისი ხალხიც კი გაწყვიტეს, ებრაელებიც კი გაწყვიტეს იმისათვის, რომ ეს განეხორციელებინათ ეს გეგმა მსოფლიო მასშტაბით მმართველობა, რომლებიც არიან ფულზე დახამებული და ღმერთმა იცის კიდე რომელ ანუნაკებთან აქვთ მაგათ კავშირი, იმიტომ რომ ოქროს დახამებული ხალხია და ოქროს სჭირდებათ ანუნაკებს ნიბირუს გადასარჩენად, ეს უკვე გამოვიდა ეს ინფორმაცია, რომლებიც ალბათ დაახლოებით ისინი რამდენიმე 1000 წელი ცხოვრობენ, უკვდავები არიან და ჩვენ რამდენიმე 100 წელი ცოცხლობთ, რომლებიც მონასავით ვართ შექმნილი ბიორობოტებივით, გამოვიმუშავებთ რაღაცა ოქროს საბადოებს, შემდეგ აგროვებენ ამ ოქროს ამ პლანეტაზე, შემდეგ ჩამოდიან ესენი, მიაქვთ ეს მთელი დაგროვილი ოქრო და თავის ნიბირუს პლანეტას რო გადაარჩინონ, აფრქვევენ ამ ოქროს მტვერი სახით და რაღაცა დროის მანძილზე შეინარჩუნებს ხოლმე ეს ნიბირუ არსებობის უნარს, მაგრამ აქ ამ დედამიწაზე ჩამოსული იყვნენ 270 თუ 360 მაგათი წარმომადგენელი, რომელიც კაცობრიობას მეთვალყურეობას ადევნებდა. და ვინ იყვნენ ესენი? ესენი, ვინც ჩამოსულები იყვნენ, შეერივნენ იმ ადამი და ევა იყო ჩვეულებრივი ექსპერიმენტი იმისა, რომ შევქმნით ადამიანებს და ეს ადამიანები, რომლებიც მერე იმუშავებენ ამ დედამიწაზე, შეგვიგროვებენ ამ ოქროს, რომელსაც ჩვენ ახლა რატო უნდა დავხარჯოთ? ბევრი კი არ არიან ისინი. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ უკვდავები არიან. ასობით 100,000 წლები ცოცხლობენ ისინი. მათთვის სიცოცხლე არის ჩვენთვის წარმოუდგენელი რამ. ჩვენ ვართ ჭიანჭველებივით მათთვის. და რომლებიც ადამ და ევას ქმნიან შემდეგ აქ თავიანთი გენიდან ქრომოსომს გამოიღებენ და ამ დედამიწაზე არსებულ რა ქვია მაგას ცხოველებზეც იყო მთლიანად ყველა ცხოველზე გამოსცადეს, ყველა ცხოველი ხომ ადამიანის გენით შეაჯვარეს და რომელიმე ცხოველში, რომელშიც არ ამართლებდა ხომ ეს კენტავრები და ცხენის ტანიანი კაცის თავიანი ადამიანები რო არსებობდნენ, მაგათი ექსპერიმენტი იყო ეგ, რომელიც ტარდებოდა ეგვიპტეში და სხვათა შორის ეგვიპტეში პირამიდები აგებული რო არის დიდი ისენია ეგენი ლაბორატორიები. ასევე არის ხვამლის მთა, დიდი ლაბორატორია, სადაც ტარდებოდა ამგვარი ექსპერიმენტები, მაგრამ ეს ექსპერიმენტები დახურეს მას შემდეგ, რაც გაამართლა მათმა ექსპერიმენტმა, ადამ და ევას ექსპერიმენტმა, რომლებიც ადამიანის სახით
დედამიწაზე დასახლდა და აი ეს 270 ანგელოზი იყო მათ მეთვალყურედ დასმული. და სხვათა შორის ეს 270 ანგელოზი, რომელიც აი ამ ჩვენს მეთვალყურედ იყო დასმული, ხო? სხვათა შორის ახლა ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ და მოეწონათ ეს ქალები. თავიანთი ექსპერიმენტის ქმნილების ქალები მოეწონათ და მათზე დაქორწინდნენ. მათ ადამ და ევას იმ დამწერლობის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ცხოვრობდნენ აი ჩვეულებრივ როგორც არის აღწერილი, უბრალოდ ცხოვრებით მუშაობდნენ და ეს იყო მათი ცხოვრება. დადიოდნენ ამ დედამიწაზე, რა ვიცი, შვილებს ამრავლებდნენ. მაგრამ როდესაც უკვე ასწავლის ევას აი ეს ანგელოზი, ერთ-ერთი ანგელოზი დამწერლობას და შემდეგ მარტო ევას კი არ ასწავლის, იქ რამდენი ქალის ნახეს, იმდენს ასწავლეს დამწერლობა. აი მათ მიერ წამოვიდა მერე აი ეს დამწერლობების ყველა ფარმაციისა თუ ყველანაირი რაც კი დღეს ბიზნესია, აი ამის სწავლება ერში. და ეს ადამიანები ისჯებიან იმისათვის, რომ ღმერთი როცა გაიგებს ამ ამბავს, ხო? ამათ გაუბრაზება, რას ადნობთ ადამიანს, ჩვენ არ ვიცით ჯერ რას ვფლობთ, ანუ რისი მფლობელები ვართ. ანბანს შეეხებოდა ეს, გესმით? ეს არის დიდი მატრიცა, რომელსაც თვითონაც ვერ იგებდნენ რა იყო ზუსტად რა. ჩვენც კი არ ვიცით რას ვაკეთებთ და ადამიანებს გაანდეთ, აი ამიტომ ისჯებიან ისინი. და ვინ არიან საერთოდ ეს ნოე ვინ არის? როდესაც ნოე ჩდება, მისი მამა მეტუსალა თუ მეტუშალა, ეს ზუსტად არ ვიცი როგორ გამოითქმება, მისი მამა მიდის თავის მამასთან. ანუ მეტუშალას ნოეს ბაბუ არის ენოქი. ენოქთან მიდის მეტუშალა, იმიტომ რომ აინტერესებს, რომ კითხოს, რომ მოიცა ერთი წუთით, არა, დიდი ბაბუა არის, ბაბუა კი არა, დიდი ბაბუა არის და ნოეს მამა იმდენად გაუგნებულია ნოეს რომ დაინახავს, ბავშვი ახალშობილი პირდაპირ ლაპარაკს იწყებს და თვალები აქვს ისეთი ნათელი, რომ მთელ ოთახს ანათებს. და იტყვის, რომ ისო რა ქვია, ეს ბავშვი არანორმალურიაო რა და მე ეჭვი მეპარება იმაშიო, რომ ეს ანგელოზის შვილი ხო არ არისო. ანუ ანგელოზები ისეთები კი არ იყვნენ, ფრთები რომ ეხლა რო გიხატავენ, ფრთები აქვს ჩესხული და დაფრინავენ. ეგენი არ იყვნენ ანგელოზები. ანგელოზები ჩვეულებრივად ოდნავ განსხვავდებიან ადამიანებისგან, ოდნავ დიდები არიან და დაფრინავენ, იმიტომ რომ ეხლა დღეს ჩვენც დავფრინავთ, მაგრამ იმ პერიოდში ისინი დაფრინავდნენ, აბა რა ტექნოლოგიებს ფლობდნენ, რომლითაც დაფრინავდნენ ჩვეულებრივად. და ადამიანისთვის ეს იყო უცხო და რაღაც წარმოუდგენელი, რომ ვა, ანგელოზია დაფრინავს, მაგრამ აბა ეხლა დღეს ნახე რამდენი ადამიანი დაფრინავს. და გააგზავნის ამ თავის მამას, მეტუსალას, რომ კითხეო რა ენოქსო, იმას ეცოდინებაო, იმიტომ რომ იმას ანგელოზებთან კონტაქტი ჰქონდა, მთებში ცხოვრობდა. და მას ეცოდინებაო ეს ნოეს შესახებ, ანგელოზის შვილია თუ არაო. და მეტუშალა მიდის ამ ნოეს ენოქთან და ეკითხება, რომ აი ესეო რა ჩემი შვილი განსაცდელშიაო, რომ ანგელოზის შვილიაო? ეკითხება და არ გასცემს პასუხს სხვათა შორის, წადიო და ეგ ბავშვიო იქნებაო კაცობრიობის გადამრჩენიო. ამ თესლის გადამრჩენი იქნებაო რა და კაცობრიობის კი არა, ამ თესლის გადამრჩენი იქნებაო და წამოვა მერე ეს და ნუ ამის მერე მიხვდებიან, რომ ეს ანგელოზის შვილი არ არის, როგორც მახსოვს ესეთი იყო, რომ ანგელოზის შვილი არ აღმოჩნდა, მე მგონი ამას ეუბნება კიდევაც ენოქი და ნოეს აქვს განსაკუთრებული გარეგნობა. ეს არის ჭროღა, ანუ ქერათმიანი და ღია ფერის თვალება ადამიანი, ბავშვი. და მართლაც, აი რომ დავუკვირდეთ ჩვენ, ერთ-ერთი ჩემი მეუღლის სტუდენტი იყო ესეთი, მარინუს რა ერქვა ამ ბიჭს? კარგი, ანუ არ უნდა რომ თქვას.
სახელი მაინც თქვი. არ ამბობს, არ კონფიდენციალურია ეს თემა. ეს ბიჭი იკვლევდა სვანეთის საკითხებს, სვანეთის გენეტიკას და ასე შემდეგ. და ძალიან საინტერესო ნამუშევარი ქონდა, მუშაობდა ერთ თემაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ სვანები არიან ძირითადად წარმოშობილი ერთი კაცისგან. 80% წარმოშობილია ერთი კაცის მიერ. პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის ნოეს ამბავი მოყოლილი. თუ ნოე არ იყო სვანი, მაშინ უნდა არსებობდეს ესე იგი წარმომადგენლობა, რომელიღაცა აი ამ ჩვენს ახლომახლო ტერიტორიაზე, რომელიც ერთი კაცის მიერ არის 80% ერთი კაცის მიერ არის წარმოშობილი. რომელიც არ არსებობს. გამოკვლეული არის თუ არა ეს არ ვიცით, მაგრამ რაც გამოვიკვლიეთ, ეს არის ის, რომ სვანეთში არსებობს ესე იგი ისეთი ცნობიერება, რომელიც ცნობიერებაც ბევრ საიდუმლოებას ხსნის, ფარდას ხსნის, იმ საიდუმლოებას ვეძახით, თორე დაკარგული ცნობიერებაა. დაკარგულ ცნობიერებას ისევ აახლებს. და თუ კი სვანეთიდან მოვდივართ, აი როგორ არის იცი, აი ესეთი რო აფეთქდება რაღაც, ხო? გადის სიგანეზე, სივრცეში და მე ისევ იკუმშება. ესეთი რაღაც ხდება. მე რო ვთქვი, რომ სვანეთი იქნება, რომელიც აღმოცენდება აი ამ ჯოჯოებისგან, რომელიც შემოესვნენ ახლა საქართველოს და საქართველოში უკვე მრავლად არიან. ჯოჯოები არიან ისინი, რომლებიც წარმოადგენენ იმ ცივ სისხლიანთა საზოგადოებას, რომლებიც საერთოდ ადამიანური არ არის მათში არაფერი მოქცეული და ისინი მხოლოდ წარმოქმნილები არიან როგორც ბიორობოტები, ისე მუშა და ფულის მაძიებელ არსებებად და რომელზეც უკვე ნათქვამია, რომ არ შეერიოთ. აი ღმერთი ეუბნება ენოქს, მე კი გადაგირჩენო მაგ ნოესო, მაგრამო ისეთი დრო მოვაო, რომ მაგაზე უარესებს მოახდენენო. რაც დღეს ხდებაო. და აგერ ხდება, მართლაც ახდა ეგ სიტყვები, იმაზე უარესები ხდება, რაც იმ დროს ხდებოდა ნოეს დროს. წარღვნა რომ მოხდა ღმერთმა რომ მოახდინა. ერთმანეთის დაჭმაზე და ერთმანეთის გამოყენებაზე იყო გადასული ხალხი. და დღეს აი წარმოუდგენლად ისეთი რაღაცეები ხდება, რომ ღმერთამდე რო აღწიოს ამ ხმამ, კიდევ კარგი რომ ღმერთი არ არის საქმის კურსში. ვინ ღმერთია საუბარი? იმ ღმერთია საუბარი, რომელზეც ენოქი ელაპარაკებოდა. გესმით? ენოქი ელაპარაკებოდა იმ ღმერთს, უფალთა უფალს უწოდებს, რომელსაც მიუვა ის ხმა დედამიწაზე რაც მოხდა. რომ აი ეს აზაზელი მთავარ სარდლად რო იყო დამდგარი და მას ებარა მთელი ეს 270 ჯარის კაცი კი არა და ის ანგელოზი, ანქელიოსი, ანუ სინათლის მატარებელი, ანუ ცნობიერების მატარებელი ისინი რა, ის რასა, ვინც ამ დედამიწაზე ჩამოიტვირთა, ჩამოვიდა ოქროსაძიებლად. ვისაც ებარა, ის იმას დაითანხმებენ, რომ ქალებზე დაქორწინდნენ. ამიტომ დაიჭებიან, ესე ეტყვიან, რომ სანამ უფალი გაიგებსო, რაც ჩვენ გავაკეთეთო, არ გაიგებსო, ჩვენ არ ვეტყვითო, გესმით? არ გაიგებსო, ვერ გაიგებს უფალთა უფალი, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ დედამიწაზეო. ანუ ესე იგი გამოდის, რომ ის უფალთა უფალი აქ დედამიწაზე არც კი ჩამოდის. იმიტომ რომ იქიდან გამოაგზავნის არსი ალალურს, რომ გაიგოს აქ ვითარება რა არის, ხმა რომ მიუვა იქ. ადამიანების გლოვა რომ მიუვა იქ მაღლა. არსი ალალურს გამოაგზავნის, რომ გაარკვიო რა ხდებაო აქ. და ეს არსი ალალური ვინ არის? ანგელოზი, ანქელიოსი არის, რომელსაც მე გამოაყოლებს მიქაელს და გაბრიელს.
რომანი დვალიძე წერს არ იქნება ეგრე ერთი კაცისგან არ გამრავლდება უფალი კრძალავსო. კარგი რა რომანი რა. კარგი რა, აბა ადამიდაევა ორი კაცია, ხუთი კაცია. ადამიდაევა ერთი კაცი არ არის, იმისგან რომ გამრავლდა მთელი კაცობრიობაო რო გვატყუებენ. კარგი რა, ეხლა ერთი კაცისგან არ გამრავლდება. ერთი კაცი რო იყო, ნოე, იმას ცოლიც ყავდა და რძლებიც ყავდა. აი, გამრავლდა მანდედან. და თან აფრთხილებს რომ არ შეერივნენ სხვებსო. და სხვები ვიღა იყვნენ თუ მარტო ნოე იყო გადარჩენილი ამ დედამიწაზე, ხო? მაგრამ მაინც შეერივნენ. ხო და მოხდა ესე, რომ გაიგებს უფალი და დასჯის მერე არსიალალურს და ამ ყველა 270 ანგელიოს რა. ესე წოდებული არიან ეგენი როგორც ანგელოზებად, მაგრამ ნამდვილი სიტყვა მისი არის ანგელიოსი, ანუ სინათლის ღმერთი. აი ესე ქვიათ მაგათ, სინათლის ღმერთები. და როდესაც გამრავლდება კაცობრიობა საქართველოში, ესენი არიან დაუმარცხებელი, ანუ ეს ერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ნოეს შთამომავლობა, დაუმარცხებელი ერია. რატომ არის ახლა დაუმარცხებელი ერი გეტყვით რა? ენოქის წიგნში, ესე იგი, როგორც ადამიანები ვართ ცოცხალი არსებები, ისი არიან ცოცხალი არსებები სტიქიები, როგორიც არის წვიმა, თოვლი, ნისლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქარი. ამათ ყავთ ყველას თავიანთი მბრძანებელი და მათ ყველას თავის სახელები აქვს. ამიტომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცნობდნენ ამ ძველ ინფორმაციებს ჩანაწერებში. თუ კი უნდათ ქარის შეჩერება, უნდა გაეკეთებინათ რაღაცა რიტუალი, რომ აი იმ ბრძანებელს დაკავშირებოდნენ. და მაგალითად არსებობდა ესეთი რაღაც, აგერ დღეს ვესაუბრე მამაკაც და მისგან გავიგე რომ ბებიამის თურმე თუ უნდა ქარის შეჩერება, ქვაბს შეულოცავდა და ქარი ჩერდებოდა. აი ესეთი რაღაცები არსებობდნენ და სხვათა შორის ეს ენოქის წიგნში წერია რომ მაგია ჩვეულებრივად ისწავლებოდა ამ ანგელიოზების მიერ ადამიანებში. მაგია. დღეს რომ დაფარული წერილები გვაქვს ჩვენ, ჯადოქრებს რო უწოდებდნენ და ყველას რო წვავდნენ, ეგენი იყო ჩვეულებრივად მოწოდებული ინფორმაციები ანგელიოზების მიერ. შეგეძლო დალაპარაკებოდი ღრუბელს, ქარს, წვიმას და შეგეძლო ჩვეულებრივად გადაგეტანა ეს სტიქიები სადღაც სხვაგან რა. ანუ გისმენენ ეგენი. არიან ცოცხალი არსებები არიან, გონიერი არსებები არიან ეგენი. ასევე არის ენები არიან ცოცხალი არსებები. მაგალითად, ენა, რომელიც ჩვენ ვსაუბრობთ, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეხლა აი ქართული ენით, არსებობს ესე იგი, უამრავი ენა არსებობს ეხლა და მათ შორის სხვათა შორის სვანური ენაც არსებობს. ზოგიერთი გამქრალი ენები არსებობდნენ და ისინი მოკვდნენ, ანუ ჩვეულებრივად დაიღუპნენ ის ენები, რომელზეც ვეღარ ვმეტყველებთ და ესენი ყველანი მოკვდებიან. ყველა ენა მოკვდება. მხოლოდ რამ ერთ ენას აქვს ბეჭედი დარტყმული, რომელიც არ კვდება. და ეს ენა რომელი იყო, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ლაზარე. ლაზარის ენა, ანუ ლაზარეს ენა არის 7 თავისგან შედგება. ქართული, სვანური, ჭანური, ლაზური, ჭანური, მეგრული, ერთი წუთით გამახსენეს. მესხური, ჩამოვთვალე ქართულ, სვანურ, ლაზურ, მეგრულ, ჭანური თქვი, 7 ენა არის მოკლედ რა, გამახსენდება. სულ მავიწყდება ეგენი, როცა უნდა ჩამოვთვალო, მავიწყდება, მაგრამ ჩამოთვლილი არის, სად არის ჩამოთვლილი? ქართლის ცხოვრებაში არის ჩამოთვლილი.
და აი ეს ენები ერთად ლაპარაკობდნენ ამ ენებზე, ამ ენით ყველას ესმოდა, ანუ როგორ არის, იცი, ახლა როგორც ჩვენ ინგლისური გვესმის, ხო? სწავლობთ ინგლისურს, რუსულს და ასე, ესე ესმოდათ ყველას ერთმანეთის ენა რა. ესე არ იყო, რომ ცალკე ენა იყო ეს. ყველას ესმოდა, აი სვანურის ბევრს ესმოდა, ლაზურის, მეგრულიც, ქართულიც და აი არ გამოიყოფოდა ერთმანეთისგან. და თანდათან ესენი, ანუ ეს ენები დავიწყებას მიეცა. არ გარდაიცვალნენ, მაგრამ დავიწყებას მიეცნენ. ანუ დასუსტდნენ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ენებია. ჩვენ პირველად რასაც აკეთებდნენ, აი რო შემოსევები რო იყო, პირველად ენას გვისუსტებდნენ და მერე შემოდიოდნენ და გვიპყრობდნენ ადვილად. ძალიან გონივრულად იქცეოდნენ ის დამპყრობლები, რომლებთაც ის ცნობიერება ჩაუვარდათ ხელში, რასაც ქვია მაგია. მაგია რა არის თუ არა ცნობიერება, ხო? ცნობიერება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ებრაელები ახლა ურია ხაზარები, რომლებიც არიან, ხო? რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მოიპოვეს ეს ძალაუფლება, ეს ებრაელები ამ ცნობიერებას, როდესაც იპარავენ ქართლოსისგან, ქართლოსი იცით თქვენ ქართლის ტერიტორიაზე ცხოვრობდა მცხეთაში და როდესაც იპყრობენ მცხეთას, ქართლოსისგან მიიღებენ ეს ხაზარი ურიები ამ ტერიტორიას ხარკად. ისმით, ანუ გადაუხდის ხარკს, სხვა გამოსავალი არ აქვს ქართლოს და მისცემს ამ მცხეთას ებრაელებს და ჩავარდება ეს ებრაელების ხელში ეს ხარკად, ეს მიწა. და ამ მიწაზე დასახლებიან ეს ურია ხაზარები, რომლებიც თავის გარდაცვლილის გვამებსაც კი არასაფლავებენ, არამედ ჭამენ. აი ესეთი წარმომადგენლობის მასა დასახლა მცხეთაში. კაცი ჭამიები. და ეს თქვენ რა გონიათ, როდესაც ჯვარზე აცვეს ქრისტე, მაგათმა არ იცოდნენ, ძალიან ბევრი ინფორმაცია გაზიდეს ქართველებისგან. მათ შორის ქართული ეთნოსის წარმომადგენელი სომეხი, დღეს სომხები აღარ არიან, ისინი სულ ყველა თითქმის ძირითადად გაწყვიტეს ნამდვილი სომხები. მათგან ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებენ და შემდეგ ამ ინფორმაციებს იმდენად იყენებენ, რომ ჩხიბაობაზე არ ტოვებენ. ამით იპყრობენ ისინი მსოფლიოს. მერე, როდესაც მათი დასასრულია ქრისტეს მიერ, ქრისტე რომ მოდის და მაგათ პარპაშს ასრულებს თავისი ჯვარცმით იმ ტერიტორიაზე, იძულებული ხდებიან, რომ გაიქცნენ, გაიხიზნონ აქედან. და რას ქმნიან? ქმნიან ახალ სახელმწიფოს, უკვე მოგვიანებით ძალიან გვიან ქმნიან ახალ სახელმწიფოს, რომელსაც დღეს ეწოდება ისრაელი. ისრაელი თქვენ არ გეგონოთ, რომ პირველ საუკუნეში არსებობდა. და რო გიყვებიან რაღაცა ზღაპრებს, რომ პირველ საუკუნიდან არის ისრაელი იმ ტერიტორიაზე, ეს ზღაპარია, მეგობრებო რა. ეგ ადგილი ეკუთვნოდა ვისაც ებრძვიან, ეხლა რა ქვია მაგას, ღაზას ტერიტორიას. და ვინც ათხოვა ეგ მიწა მაგათ, კაცო, რა ქვიათ მაგათ. არაბები კი არ არიან. Marinos? Wie heißt diese Nachbarland von Israel? Wie heißen die denn? Da wo Gaza ist, was ist das für ein Land? Syrien, ასურელები, ხო? Syrien. Aber wem gehört dann Syrien? Palästina, madloba. Palästina.
Syrien თქვი შენ, პალესტინა, Palästina gesagt. ხო, ნუ ეგ ვერ გავიგეთო, პალესტინა. აი ეს საზღვარი რაც ეხლა არის, ხო. არ არსებობს ადრე. არ არსებობდა ეს საზღვარი, ხო? არ არსებობდა. სხვა პატარა ქვეყანები არა, ვერკა. ხო, პატარა ეთნოსები იყვნენ, ხო. პალესტინამ ათხოვა მაგათ ეგ მიწერა. ისიც როგორ იცი, ინგლისმა მოელაპარაკა და ძალით შეიყვანა, რომ ისო რა ქვია, მიეცი თუ ამათ ეს მიწაო, დროებით და ისევე დროებით შევიდნენ მანდ ეგ ებრაელები პალესტინის მიწაზე და პალესტინელებს დაუწყეს ბრძოლა, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არისო. და დაშე მთელი მსოფლიო მოატყუეს და გააცრუეს იმაში. დიდი კამპანია გაუკეთეს, რომ აქ აცვეს ქრისტე ჯვარსო. რაც არის დიდი ტყუილი. საერთოდ ქრისტეს მან ფეხი არ დაუდგავს მაგ ადგილზე, რო იცოდეთ რა. ქრისტე აცვეს ცხეთაში ჯვრის მონასტერზე ჯვარს. ქრისტე დადიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არის ახლა შავი ზღვა. და წარმოიდგინეთ, იმდენად უნამუსო და ნაგლი ხალხია, რომ ის ებრაელები, რომლებიც ხელს უშლიდნენ იმ მზაკრული გეგმის განხორციელებაში, რასაც დღეს აკეთებდნენ, ყველანი მოკლეს, ყველანი. ისეთი საზიზღარი ხალხია ეგ. არავის არ ინდობენ, არც თავისიანს და არც სხვისიანს. და პატიოსანი ებრაელები კიდე ქრისტეს ჯვარცმაში სახარებაში ჩდებიან. ვინები არიან პატიოსანი ებრაელები? პატიოსანი ებრაელები არიან ისინი, ვინც გაწყვიტეს მაგათმა, ვინც მოკლეს ჰოლოკაუსტი რომ მოაწყვეს. და არიან კიდე, აი სიდონია, ლონგინოსი, ელიოსი, აი ესენი, ვინც ნახსენები არიან ცხეთაში მაცხოვრებლები ქრისტეს რომ ჯვარცმაზე არ ეთანხმებიან ქრისტეს ჯვარცმას. არ ეთანხმებიან რა, რომ არ უნდათ მისი მოკლა. მაგრამ ვინ უსმენს ამათ, ხო? აი ეს ებრაელები, მეგობრებო, რომლებიც ძირითადად გადარჩენილები არიან საქართველოში ცხოვრობენ ესეთი ებრაელები, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმაზე ხელი არ მოაწერეს. მაგრამ აი ძირითადი კაცობრიობა, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმაზე ყველა უნდა დასწრებულიყო, ყველა ებრაელის წარმომადგენელი, აი ამიტომ მიიწვიეს ელიოსი და ლონგინოსი და ელიოსი. 4 შაბათს რო ქრისტე დაიჭირეს, 5 შაბათს უკვე განაჩენი გამოუტანეს და 5 შაბათს მიიწვიეს ჯვრიდან, აი ცხეთიდან მიიწვიეს აქედან მეზობელ სოფელში ლონგინოსი და ელიოსი. ანუ ეს ორი სახელმწიფო იყო, იქით მხარე და აქეთ მხარე და აქეთ მხარეს ვინც ცხოვრობდნენ, ყველანი უნდა დასწრებოდნენ ქრისტეს ჯვარცმას. ესეთი წესი იყო. გადაწყვიტეს იმათმა რაბებმა. და მანამდე მიიწვიესო რო იძახიან, მანამდე არავინ არ მიიწვია, მეგობრებო, არავინ არ იცოდა ქრისტეს რა ბედი ეწეოდა, სანამ პილატემ არ გადაწყვიტა. ეს პილატემ რაც გადაწყვიტა, იყო 5 შაბათი დღე, 4 შაბათს დაიჭირეს და აბა ეხლა უბრალოდ გამოითვალეთ რა. იქ ისრაელიდან რო აქ გადმოეგზავნათ გზავნილი ლონგინოსი და ელიოსისთვის, რომ უნდა დაესწროთო. ჯერ ის გზავნილი როდის ჩამოვიდოდა და მე ესენი როდის წავიდოდნენ, აქ გავიდა უკვე 1 თვე. რა თვითმფრინავები ქონდათ თუ ციფრინავი თებშები. ხვდებით ხო, ცხენები ყავდათ მხოლოდ იმ პერიოდში და გემები. ანუ პირდაპირ მტკიცდება ის, რომ საერთოდ არ არსებობდა ქრისტე იქ არ იყო, საერთოდ იმ ტერიტორიაზე ფეხი არ დაუდგავს. და ეხლა მოვაყოლა ის, რომ რატო გადარჩება სვანეთი? რატო? როგორც აი ბომბი აფეთქდება, მეთქი რო გითხარით, რომ აფეთქდება და გავა ეს მთელი ენერგია სივრცეში და მე ისე დაბრუნდება, აი სწორედ ესეთი ეფექტია ეხლა, საიდანაც წამოვიდა ეს კაცობრიობა, ჩვენი კუთხის კაცობრიობა, იქ მოხდება ისევ ყველა სუფთა სისხლის ნოეს შთამომავალი, რომელზეც ენოქი თვითონ წერს, რომ
მე როდესაც მოვალ არ მოვა თვითონ სხეულებრივად არ მოვალო მაგას არ წერს როდესაც მოვა ეს ჟამი და გამოჩნდება მართალი კაცის ძე ჩემი ნაწერებიო ანუ ენოქი წერს ჩემი ნაწერები ჩაუვარდებათ ჩემ შვილებს ხელშიო და მხოლოდ ისინი გაიგებენ ამის შინაარსო და ისინი მოხდებიან მერე სათავეშიო გესმის ყველა ის მტაცებელი ცხოველი არიან ეგენი ვინც არიან თავის მსაწყოს დაყენებული რო არიან და თვითონ პროფიტს იღებენ ანუ სარგებლობენ ამ ადამიანების და თვითონ უფრო მეტ ადამიანს ჭამენ ვიდრე მტერი აი ეს ადამიანები ყველანი იქნებიან გადმოყირავებული თავიანთი ძალაუფლებიდან რა და შენ წარმოიდგინე რომ ნოე კი არა და ეს ენოქი ისეთ რაღაცას წერს აპოკალიფსზე რომ დღეს ერთ-ერთში სრულდება რა ამბობს რომ ეს ერთრქიანი ცხვარი ის თავის სიზმარს აღწერს ცხვარი როგორც ესე იგი ალეგორიულად ის ხედავს ადამიანებში ხარებს ცხრებს ესე ცხოველების სახით არიან დაყოფილი ადამიანები რა და კატეგორიები არიან თეთრი ხარი, შავი ხარი, იქ ცხვარი, იქ მგელი, იქ სვავი მტაცებელი და ესე არიან დაყოფილი და უნდა მიხვდე უბრალოდ ვინ არის რა დღეს ადამიანებში ვინ ვისი სახი არის და აი ამ ერთქიან ცხვარზე საუბრობს ენოქი რომელ ერთრქიანი ცხვარიც აი მთლიან სისტემას აღუდგება წინ შენ წარმოიდგინე რომ ერთი იქნება და მთლიან სისტემას წინ აღუდგება ვერავინ ხელს ვერ დაადებს თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამხელა ძალები ამ ერთრქიან ცხვარს მიუხედავად იმისა რომ ყვირის და მაგარს ატრაკებს ხელს ვერ დაადებენ რატომ? იმიტომ რომ ძალა უფლება არ ექნებათ მასეო რა ეს ძალაუფლებას ვისგან იღებენ ესენი კაცო თუ ძალაუფლება მათია მათ ხელშია და ამ დედამიწაზე თვითონ არიან დაწესებული ვისგან იღებენ კიდე ძალაუფლებას აბა თუ იცით აი სწორედ იმ მამისგან რომელ მამაზეც ქრისტე საუბრობს და როდესაც ჩამოვა შემდეგ თვით მამაზეციერი ჩამოვა, აი აქ ამ დროს, როცა ეს ერთრქიანი ცხვარი ეომება ამ მთელ სისტემას და თვითონ შეიკრიბებიან ჯერ ლეგიონები იკრიბებიან, რომ რა უყოთ აი ამ ერთ ცხვარსო რა, ვერც კლავენ და ვერც აჩერებენ. და საბოლოო ჯამში მამაზეციერი ჩამოვა და იმასთანაც დაიჩივლებენ, რომ აი ეს ყვირის პერსო რა და ის მამაზეციერიც კი ვერ მოსწევს ჭირს ამ ერთ რქიან ცხვარს. გაამართლებს, იცით თქვენ? ვინ არის ეს სახელმწიფო, რომელიც ამოიყოფა აი ამ ჯოჯოებს და გამოიყოფა, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ვითომ ვეძახით ჩვენ სახელმწიფოს და არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო. ვინ არის ეს? თუ არა ისე ვის, საიდანაც მოდის კაცობრიობა ეს ეთნოსი. ჩვენ საიდანაც მოვდივართ. ეს არის ისევ სვანეთი. თუ სვანეთი ვერ გადაარჩენს თავის თავს, თქვენ ჩათვალეთ, რომ მთლიანად კაცობრიობის განადგურების ერთ-ერთი ძალიან დიდი საშიშროებაა რა. კაცობრიობის განა ერთი რეგიონის სრულიად დედამიწის განადგურების. და ეს არავის არ აწყობს. კი, გასაგებია რომ მათ ძალაუფლება უნდათ, ყველაფერი უნდათ, ამ დედამიწის მართვა უნდათ, მაგრამ თავიანთი სიკვდილი არ აწყობთ. და ძალიან კარგად იციან, ვინ არის ამ სოფლისა ჭეშმარიტი მმართველი. საიდანაც მოდის ეს ცნობიერება, ხო? და საიდან მოდის ეს ცნობიერება? რაჭიდან და სვანეთიდან. რომელიც გადაარჩინა თვით უფალთა უფალმა და რომელიც თვით ანგელოზებსაც სჯის, დაცემულ ანგელოზებს და მის მოსვლამდე ეს დაცემული ანგელოზები
ამ დედამიწაზე არიან გამოკეტილი ზოგი ქვესკნელში და ზოგი საათ ღმერთმა იცის. დასახელებულია იქ ადგილები, მაგრამ არ ვიცით ეხლა დღეს შემორჩენილი არ გვაქვს რომელ მთას რა ეწოდებოდა მაშინ. ამ მთასაც სახელი აქვს თავისი, სადაც აზაზელი გამოკეტა და სადაც ის დანარჩენი ანგელოზები გამოკეტა. და ესენი ელოდებიან მამის მოსვლას. ესენიც კი ელოდებიან იმ მართალი კაცის გამოჩენას. მართალი კაცის ძის გამოჩენას, აი კაცის ძე, ამაზე საუბრობს ენოქი. კაცის ძე მოხსენიებულია სახარებაში ძალიან ხშირად, რომელიც ახსენა პირველად გვხვდება ჩვენ ენოქის წერილებში. აი ეს ტერმინოლოგია კაცის ძე. კაცის ძედ მოხსენებული არის იესო ქრისტე. როდესაც კაცის ძე მოდის და ეს აღსასრული დგება უკვე აი ამ ყველაფრის უსამართლობის, ეს არის ბოლოჟამის განკითხვა. აი მაშინ უკვე გათავისუფლდებიან თვითონ ეს დაცემული ანგელოზებიც და გადაწყდება მერე ვინ სად როგორ მოხდება. დაცემულ ანგელოზების მმართველობის ქვეშ მეგობრებო არის დღეს ჩვენი სრულიად საპატრიარქო. სრულიად ჩვენი საქართველო რასაც ქვია, მხოლოდ ერთადერთი ადგილი არის, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი არის სიწმინდე. აი ეს ფენომენი ძალიან მაგრა იცოდა თამარ მეფემ რა. როგორც ჩანს, თამარ მეფეს ძალიან დიდი წვდომა ჰქონდა ამ წერილებზე და ძალიან შორს მჭვრეტი იყო თამარ მეფე. ანუ დროსა და სივრცეს გაცდა. ამიტომ თამარ მეფემ ისე მოახერხა, რომ თავისი გვამი, რომ აი ხა დღეს თურმე აგერ სვეტი ცხოვლიდან აუღიათ და ჩვენი წინაპრების ეს ნაშთები გადაუყრიათ ნაგავში. არ ვიცი ეხლა ჭორია, არ არის ჭორი, მაგას ვინ გადაამოწმებს, მაგრამ აშკარა ფაქტის სახეზია, რომ თამარ მეფემ წინდახედულად იფიქრა თავის კაბაზე, თავის ნეშტზე, წინდახედულად იფიქრა, რომ არ ჩავარდნილიყო აი ამ ბოროტების ხელში, რომ არ გამქრალიყო მზე. რა საოცარია, როცა თამარი საუბრობს თავის კაბაზე და ადარებს მზეს. რომ თუ კი ვინმე ურჯულოს ჩაუვარდებოდა ხელში მისი კაბა, გაქრებოდა მზეც. გესმის? ამიტომ აკეთებს ესეთ რაღაცას, რომ თავის საფლავს დღემდე ასაიდუმლოებს. მაგრამ მოვა დრო, ამბობს თვითონ თამარი თავის იმაში ლექსში, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ადამიანი ღმერთს შესთხოვდა მისი საფლავის გამჟღავნებას, აკლდამის გაშღავნებას, მის აკლდამას იხილავდა და მისი აკლდამის გამღები უკვე იქნებოდა სიტყვა. სიტყვა კი არის, მეგობრებო, იცით რაც არის ხო სიტყვა? სახარებისეულად სიტყვა არის თავდაპირველი, რომლისგანაც ისახება ყველაფერი. თავდაპირველი, რომლისგანაც ისახება ყველაფერი. ანუ თავდაპირველი არის სიტყვა, რომელიც არის სული წმინდა. და ასეც ამბობს თამარი რა. ის იქნება სიტყვა, რომელიც გახსნის, რომელიც შესთხოვს ღმერთს ჩემს ნახვას და გახსნის აკლდამას და ვინც მიხილავს მე, ამბობს თამარი. ეს ერთი კაცი კი არ იქნება, რომელიც გახსნის, ღმერთმა დაიფაროს, რომ ერთ კაცზე დაიყვანოს ღმერთმა ეს სამყარო. ერთი კაცი არ იქნება, მეგობრებო, ეს მთელი ჯარი იქნება. და გაიხსენეთ ის ნაწერები, სადაც წერია აპოკალიფსზე, აღდგება ერთი და მის უკან აღმოჩნდება მთელი ჯარი. აი ეს იქნება ზუსტად თამარ მეფის დაცვა, რატომ აქვს სვანეთს თუ იცით? იმიტომ რომ სვანეთშია თამარი დაკრძალული. დავანებული, მოდი ასე ვთქვა, დაკრძალული არ არის. მას მიწა არ შეხებია, გესმით?
დავანებულია თაფლში თამარი და რო აღდგება ერთი მის უკან რო აღმოჩნდება ჯარი აი ეს ჯარი იქნება ზუსტად ის ვინც არის წმინდა სისხლის ნოეს წარმომადგენელი რომელზეც ამბობს ენოქი რომ მათ მიეცემათ ჩემი წერილი და ისინი გაიგებენ აქ რა წერია გესმით და მათ მიეცემათ შემდეგ ძალა უფლება ამას სოფლისა იმიტომ კი არა რომ ძალა უფლება მოყვარულები არიან იმიტომ რომ სამართალი მკვიდრდება უკვე და სამართლიანები მოდიან უკვე გესმის ამიტომ ვამბობ რომ სვანეთი კი არ გამოიყოფა საქართველოს სვანეთი აღმოცენდება ისევ ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო არ გეგონოთ და ილუზიაში ნუიცხოვრებთ რომ საქართველოს სახელმწიფოა მეგობრებო რა ეს ილუზიაა შექმნილი გაქვთ მე გეტყვით რომ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება გვჭირდება ახლიდან და საიდან დაიწყება ეს საიდანაც დაიწყო თავდაპირველად სვანეთიდან ისევ და სვანეთიდან დაიწყება საქართველოს აღდგენა მთლიანად დარუბანდიდან და კი არა მთელი დედამიწა მერე ამ რეგიონს პატივს სცემს გესმით რა ხდება რატო იმიტომ კი არა ჩვენ ძალით და ხმლით და იმით ტყუიებით მოვახერხებთ ამ იმიტომ რომ მათში შევა სინათლე ისინი გაიგებენ ბოლოს რა არის ჭეშმარიტება მათ ხომ არ იციან რა არის ჭეშმარიტება ისინი ეძებენ ჭეშმარიტებას ჯერ არ უხილავთ ისინი დღემდე ელოდებიან მესიას გესმით დღემდე ელოდებიან ღმერთის ხსნელს ანუ თავიანთი ღმერთის ხსნელს ელოდებიან ის ვერ გაიგეს ქრისტე რომ იყო ხსნელი მაგას ვერ გაიგეს ეგ გესმით ანუ არ შეუძლიათ რა უუნაროები იყვნენ ვერ გაიგეს რამდენიმემ კი გაიგო მაგრამ იმან ვინც ვერ გაიგო და დღემდე ელოდება რომ ხსნელი მოვა მართლაც და აი ის იქნება ხსნელი მათი 200 წლის ხალხი ელოდება ამას და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს მხსნელი მათი მხსნელი მესია ვინც იქნება რატომღაც ეგრემა გაგონილი და ეგრეა გავარდნილი ჭორი რომ არის ქალი გესმის ქალს ელოდებიან ისინი და არა კაცს ასე რომ მეგობრებო სვანეთი რომელიც დღემდე იმ მითოლოგიას ატარებს რომ ლამარია ანუ ღვთისმშობელი მარიამი არის ლამარია მათთვის არის მათი დედაღვთაება არის და დალის დონეზეა აყვანილი ღვთისმშობელი და ლამარია იგივე დედაღვთაებას დონეზეა და თამარი არის მათთან შედარებული ლამარიასთან შედარებულია სვანებს დღემდე სწამთ და ეს ნებისმიერ სვანს რო კითხო რა შეიძლება არ გითხრას მაგრამ მათი რწმენა არის რომ თამარი გაიღვიძებს თამარი მიიძინა და თამარი კვლავ გაიღვიძებს ამას ელოდება უკვე სვანეთი რამდენი 8 საუკუნია რა და თამარი როგორ გაიღვიძებს თამარი ეგრე კი არ არის რომ ნებისმიერი შევა იქ თამარის აკლდამაში და სვანები ამას ნებას დართავენ არა მეგობრებო ეგრე არ არის რა ეს ცხოვრება და მოწყობილი ესე ადვილად რომ ნებისმიერი ვინც იცის თამარის აკლდამა ის ჩავა იმ აკლდამაში და გააღებს აკლდამას და იხილავს სვანებმა თუ ვერ დაინახეს თამარი შანსი არ არის რომ ხელში ჩაგიდონ შენ იმის გასაღები რა ამიტომ თამარი აღდგება და როდესაც თამარი აღდგება და სანამ სვანები არ იხილავენ რომ თამარი მათ წინაშე დგას არავის არ ხო გეუბნებით რა ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლოთ სვანებს გამოეყენებინათ ის სიმდიდრე რაც მათ აქვთ მაგრამ მათი რწმენა უფრო მეტია და უფრო აღმატებულია სიმდიდრესა და მატერიალურს
ამიტომ ისინი ელოდებიან თამარს კვლავ, ის კვლავ აღდგება. აი ესე ელოდებიან, მათი რწმენა ეს არის და რწმენა, მეგობრებო, არ გიგონოთ, რომ პატარა რაღაცა არის რა. რწმენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ქრისტე გვესაუბრება და გვეუბნება, რომ აი იოტისოდენა რწმენა რო გქონდეს, იცირეებს გააკეთებ. და სხვათა შორის იმ დღეს რომ მითხრა ლაშა არქანიამ, რომ ლაზარემ ორჯერ გაიცინაო, დღეს გავარკვიე რა, რას გულისხმობ მეთქი მაგაში. ორჯერ გაიცინაო, ესე იგი ერთგან რომ ქოთანს იპარავდაო და მეორედგან რომ ქრისტე აღდგაო, რომ უთხრესო, გაეცინაო რა. ხო და გაეცინებოდა აბა რა, ქრისტემ ლაზარე აღადგინა და თავის თავს ვერ აღადგენდა? ასე რომ მეგობრებო, თუ რწმენა არის, არც ის არ გაგიკვირდება, რომ ადამიანი აღდგება. სულ ერთია მესამე დღეს თუ 8 საუკუნის მერე აღდგება ადამიანი, აღდგენადია. და შენ თუ არ გჯერა ამის, ხო? ღმერთი გელოდება რა, რომ დაიჯერე ბოლოს და ბოლოს, რომ ქრისტე აღდგა მართლაც რა. ეს არ არის ჭორი და ეს არ არის რაღაც მოყოლილი, რაღაც მითი და ილუზია. ეს მართლა არსებობს ასეთი რამე. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ლაზარეც აღდგა, ჭეშმარიტად და თამარიც აღდგება. ჭეშმარიტად აღდგება. ჭეშმარიტად რა ვიცი რა ჯანდაბა სიტყვა არის ეს ჭეშმარიტად. მართებულად ესე ვთქვათ რა, სამართლიანად აღდგა. სამართლიანად აღდგა ქრისტე, სამართლიანად აღდგა ლაზარეც და სამართლიანად აღდგება თამარიც. ამიტომ თამარს ხელს ვერ დაადებს, ვერც ურჯულო და ვერც მორწმუნე, იმიტომ რომ თამარი არის მაგათი გადამრჩენელი, რომელიც არის მტკიცებულება პანტოკრატორის, ქრისტე პანტოკრატორის, რომ ქრისტე მართლაც იყო მესია და რომ ირწმუნოს ეს აი ამ ურჯულოთა წარმომადგენლობა, რომ ქრისტე მართლაც მესია იყო. გესმით? ახლა მეგობრებო, თქვენ დააკავშირეთ ერთმანეთს ეს ყველაფერი. ეს ყვირილები და მე რატო არ ვეხმაურები იმ საკითხებს, რომ არაბიზაციას და საქართველოს იმას და ამას, ესენი არის ყველაფერი მახე. რა მახია იცით მეგობრებო? აი უკვე რომ დაგაწერეს ყველაფერი და ეხლა რომ რაჭველივით რომ გაგახსენდა, რომ უი საქართველოს წამართვეს ეხლა საქართველოს იცი როდის წაგართვეს ხალხო? საქართველოს წაგართვეს 30 წლის წინ და ეხლა გაგახსენდათ, რომ საქართველოს უნდა დაიცვათ? იცით როგორ იცინიან კულისებს მიღმა ეს ხალხი? აი სასაცილოდ არ ყოფნით ეს თემა რა. ეხლა რომ შენ გამოხვიდე ქართველი და არა არაბიზაციას, არა იმას, არა რა, არა შვილო, შენი აღარ არისო საქართველო. არ არსებობს საქართველო. აი სად არის საქართველო აბა? მითხარით საწერია რომ საქართველო არსებობს. როგორც სახელმწიფო ქართველიც აღარ გიწერია უკვე. დაბადების მოწმობაში. აღარც ქართველი არ არსებობს. აი ამას რო გაიგებს ქართველი ერი, მერე დაიწყებს აღდგენას, თავის აღდგენას და გადარჩენაზე კი არ იფიქრებს, აღდგენაზე იფიქრებს უკვე. გესმით? ხო ხვდებით? ანუ ყველაფერს თავისი სახელი აქვს და ბერი გაბრიელი ამბობს ამას, რომ თუ შენ ის სახელი იცი, რაც ეწოდება ამა თუ იმ საკითხს თუ ამა თუ იმ საგანს, რომ უბრძანო, შენ დაგემორჩილება. ხო და შენ სიტყვებს დააკვირდი რა, შენ უნდა დაინახო რეალურად რასთან გაქვს საქმე. საქართველოს გადარჩენასთან გაქვს საქმე თუ საქართველოს აღდგენასთან გაქვს საქმე. და რაც არ არსებობს, ის როგორ უნდა გადაარჩინო? და რაც არ არსებობს, ის შეგიძლია აღადგინო. გესმით? ლილი არაბაშვილი წერს, საოცრად განათლებული გოგო ხარ თამარო. რატომ არ ჩანდი აქამდეო? რატომ არ ჩანდი კი რა 4 წელია ვსაუბრობ, მაგრამ ვინ მისმენს? Facebook-ი ჩემს ვიდეოებს ზღუდავს და YouTube-ი. ამიტომ ჩემო კარგებო, აღვადგინოთ საქართველო ერთად.
მაგრამ სანამ საქართველოს აღვადგენთ ქრისტე გაიხსენეთ რას ამბობს ჯერ შენი თავი აღადგინე და მერე აღადგინე სხვები და სხვა რამეები ასე რომ გისურვებთ აღდგენას ისე სხვათა შორის დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია წელს აღდგენა 84 დავარქვი ამას მეგობრებო და თანდათან ვაცნობიერებ რატომ დავარქვი აღდგენა და რატომ იყო საჭირო აღდგენა 84-ის და ეს 84 რაღა არისო მეკითხებიან რა და 84 არის მეგობრებო ვარდონი ვარდონი კი თქვენ იცით რაც არის ვარდი არის სულიწმინდის სიმბოლო ჯვარზე და აი ამ ვარდის აღდგენას წარმოადგენს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამ სულიწმინდის აღდგენას რომელიც მოიცავს სულიწმინდა იცით რომ ყველაფერს მოიცავს ანუ ყველაფრის აღდგენაზეა საკითხი მეგობრებო აღდგენა 84-ში მე ახლახან აღმოგაჩინე საყვარელო ხო კარგია რომ აღმომაჩინე ლილი მე რეკლამას არ ვიკეთებ იმიტომ რომ თუ ღმერთს უყვარხარ ჩემთან მოგახვედრებს თუ არ უყვარხარ და არ ხარ ღმერთთან კავშირში ვერ მოხვდები ჩემთან ანუ ჩემს ვიდეოსთან ვერ მოხვდები და რომც მოხვდე ვერაფერს ვერ გაიგებ რაც ვლაპარაკობ და გადართა უბრალოდ სხვა სიხშირეზე და მორჩა სოფია წერს 1+2 არის 3 ხო მოიცა ერთი წუთი ჯერ წერს მანამდე წერს 8+4 არის 12 იგივე 3 კი ბატონო ანუ 8+4-თან წარმოიდგინე ქართული ანბანის მიხედვით ლაზარის მიხედვით ხო ის ქართული ანბანი 33-ასოიანი კი არა 40-ასობგერიანი ქართული ანბანით მერვი არის ჰე და მეოთხე არის დონი აი სწორედ რვიანი კიდე არის ვარდიც იმიტომ რომ რვადი და ვარდი არის ვარდი რვად დაყოფილი და თვითონ ამ რვის აღდგენა ჰემერვის აღდგენა ხო ნიშნავს ედონის აღდგენას და ედონის აღდგენა ნიშნავს ენის აღდგენას ენის აღდგენა კიდე გვაკავშირებს ერთიანთან და ორიანთან ანუ ანბანთან ანი და ბანთან წავიდა ლაზარის ენა ეხლა ვინც გაიგებს სიდონები გაიგებენ ანბანთან გვაქვს საკითხი ანბანი არის ენა 1 და 2 3-იც არის და 3 არის განი და უკუღმა რომ წავიკითხოთ განბანთან გვაქვს საქმე განბანილ განბანი კიდე განბანილი არის იმიტომ რომ ლი ემატება ყველას თითქმის მოკლედ 84 არის საოცარი ციფრი რა რო იცოდეთ ლაზარის ანბანში 84-დან იხსნება ყველა პორტალი ასე რომ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ყველა პორტალშია გასული მზის სხივები ვართ გავსხივოსნდით როგორც მზიდან სხივები გამოდის და ყველა მიმართულებით მიდის აი ესე გამოდის მზიდან ყველა მიმართულებით სულიწმინდის მადლი ანუ სულიწმინდის სიტყვა და რა ვიცი გილოცავთ რა ვიცი იმედია ეხლა დაჩქარებულია დრო იმიტომ რომ აგერ უკვე უცხო პლანეტელებიც გამოჩნდეს კაბადონზე და 88 ცუდიაო ხო ნუ 88 შეიძლება ცუდია მაგრამ 84 არ არის ცუდი ასე რომ ჩემო კარგებო გიხაროდენ ანუ მსურველმა თქვას მოდი ვინც ქრისტეს უძახის და ვინც არ უნდა ვისაც არ უნდა რომ ქრისტე მოვიდეს იმას უხარია რომ გადაიდოს მეორედ მოსვლა ჩვენ კი გვიხარია რომ მალე მოვიდეს მეორედ მოსვლა ასე რომ პირისპირ დავდექით რა ხო გავიმეორებ მეგობრებო ზეგ 23 ნოემბერს თეთრი წმინდა გიორგის ეკლესიაზე რომელიც აღდგენა 84-ის მიერ აღდგენით სამუშაოებშია ასურეთში თეთრი გიორგის წმინდა ეკლესიაზე სალოცავზე გელოდებით ყველას
ჩემს მენელს აგერ 36 ადამიანი მიყურებს და 36-ვეს თუ მოახერხეთ ამოსვლა. თუ ვერ მოახერხეთ, შემდეგ გიორგობა დღეს არის ჩემი ბიჭი დაბადებული და შემდეგ გიორგობას ამოდით 6 მაისს ვიზეი მოდ. ასე რომ გაკოცეთ, ახლა წავედი მე. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.